საღამოს 6 საათია. ჩემო ძვირფასო მაყურებელო, გამომწერებო. სხვადასხვა 2 დღის წინ დავდე პირველი ვიდეო, რასაც 2 დღეში თითქმის 1500 ნახვა და 150 გამოწერა აქვს. რისთვისაც უღრმესი მადლობა თითოეულ თქვენთაგანს. ხოლო ეხლა როგორც ხედავთ, კამერა ჩართული. რაც იმის ნიშანია, რომ იმ საქმიანობასთან ერთად, რასაც ფერმაზე აქამდე ყოველდღიურად ვეწეოდი, დაემატა ერთ-ერთი მთავარი მეგობარი კამერის და შემდეგ მეგობრები თქვენი სახით, რომელიც ესე უწყვეტ რეჟიმში იხილავენ ჩვენს წინსვლას, წარმატებას, მარცხს, თუ ასე შემდეგ. იმედია მარცხი ცოტა იქნება, თუმცა როგორც გამოუცდელი ადამიანის ხვედრია, დასაწყისში მარცხი უფრო ბევრი იქნება, ვიდრე წარმატება, თუმცა აუცილებლად მივალთ წარმატებამდე. მე მჯერა ამის. ხოლო ეხლა რაც შეეხება ამ ვიდეოს სათქმელს და ზოგადად მეორე ვიდეოში, ვფიქრობ, რომ რამდენიმე ეპიზოდი გაერთიანდება და ერთი დღის სახე მიეცემა, თუმცა ვნახოთ საბოლოოდ როგორ დაამონტაჟებს ბატონი ფერმერი და ბატონი მემონტაჟე და ბატონი რეჟისორი და ბატონი ამჯერად ოპერატორი და ასე შემდეგ. ხოლო ეხლა რაც შეეხება ამ სკამებს, რომელიც ესე თვალში საცემად დგას აქ. ერთი სტატუსი დამჭირდა იმისთვის, რომ Facebook-ზე დამეწერა და ჩემი მეგობრებისთვის მეთხოვა იქნებ ვინმეს კონდა გასაშლელი სკამები, რომელიც რისთვის მჭირდება, მაგას ამ ვიდეოში გაიგებთ, თუმცა მოგვიანებით. ხოლო ეხლა რაც შეეხება ამ სკამებს, დაწერილი არ იყო სტატუსი, რომ ეგრევე ჩემო უძვირფასესმა მეზობელმა, მეზობელო კარისაო დამირეკა და მითხრა, რომ როგორ არა მე მოგსო გაჩუქებო, წაიღე და მშვიდობაში მოიხმარე. ხოლო ეხლა მე მინდა რომ ეს სკამები გავშკურკო და გაშკურკვის მერე გამოჩნდება თუ მოითხოვს ლაკი გადაუსვა კიდეს, თუ არ მოითხოვს და ისეთ უფრო ლამაზი იქნება, დავტოვოთ. და დრო თუ დამჭა ის კარებიც მინდა ჩამოხსნა და ის ძველი საღებავი მოვაშორო, რომ მე ახლა ისევ ახლით გადავღებო. დავიწყოთ და გზადაგზა თუ რამე ისეთი იქნება, გაგიზიარებთ იმასაც. აქვე სანამ წყალს დავლევ, რა მინდა გითხრათ? პრინციპში თქმაც არ უნდა გჭირდებოდა. გამოიწერეთ ჩვენი არხი, როგორც YouTube-ზე, ისე ნებისმიერ სოციალურ პლატფორმაზე, სახელი ყველგანეთი და იგივე ალაგე, რას ნიშნავს და თუ რატომ არის სახელი, ამას ყველაფერს ისტორია აქვს, მაგრამ ესე მარტივად ვერ მოყვები. აი მაგალითად 10,000 გამომწერი რომ შემისრულდება, პირობას ვდებ რომ მოყვები მაგ ისტორიას, რატო ქვია ამ ადგილს ალაგე, ამ არხს ალაგე და არა მხოლოდ მაგ ყველაფერს დიდი გეგმები მაქვს, მინდა რომ უშაქრო ხილის არაყივა წარმოო იგივე სახელით და ბევრი კიდე რაღაცა, რომელსაც ბუნებრივია გზადაგზა გაგიზიარებთ. ეს კი გავშკურკე როგორც ხედავთ, მაგრამ არ გათეთ და ისე როგორც საჭიროა. ეხლა ამის რეკონსტრუქციას ეხლა არ დავიწყებ ამ ბოლოების და რაღაცების გაკეთებას, მაგის დრო მოვა. თუმცა როგორც ჩანს ისე არ გათეთ და როგორც მინდოდა. არ გათეთრდების სარწეველა სკამი რაც უნდა ხეხო შკურკითა. ფიქრობ ლაკი მაინც დაჭირდება.
7.9, რაც იმას ნიშნავს, რომ საკმარისი დრო გვაქვს იმისთვის, რომ ამ კარს რეკონსტრუქცია ჩაუტაროთ. რატომაც არა. უცებ სანამ იმას დავიწყებ. წეღანყური მოვკარი. ციური ეუბნება ინგლისელ ქალბატონს. მოგეხსენება დიუროკი ჯიშია. შენო ინგლისური იუმორი თუ გიყვარს და არა ვიმანუცხა და შენ მოგაკითხეს. ამის ხმა რო გეგონა და პაწეს ეუბნება შენ მოგაკითხეს. ვფიქრობ ისევე როგორც ამ სკამებს ლაკი მერია სწორი ფორმა არა აღასებითი მნიშვნელობა აგრეთვე ამ კარსაც არ აწყენდა საღებავი რომელიც ბუნებრივია იქნება თუმცა დღეს აღარა იმიტომ რომ ჯერ ერთი ამ დროს მაღაზიები დაკეტილი იქნება ახლა რომ წავიდე მეორე ვიანი შემდეგ ვიდეოში რომელსაც ალბათ რაიმე ხერხით გონივრულად გადავაბავ ან ვერაფერსაც ვერ მოვიფიქრებ რადგან ჯერ კიდევ როგორც სოფლის მეურნეობის არ ვიცი არაფერი ისე არ ვიცი ედიტის და მონტაჟების ასე ვთქვათ ვიდეოების თუმცა რაღაცას მოვახერხე ვარა და მამა ბაბურად პირდაპირ ჭრას გადავაკეთე და გადავაბავ თითქოს აქაო და არაფერიო და საღებავებით მოვცუნცულდე ну ერთი სიტყვით თავარია საქმე გაკეთდება და დანარჩენი რაღაცა იქნება და ჩემო ძვირფასო მეგობრებო დილის 8 საათია შეიძლება ცოტა მეტიც საათია წამომიღია ფერმის ამბები მოვითავეთ და ეხლა როგორც წინა ვიდეოში ნახეთ სკამები გავლაკეთ ამასაც შეძლებს დაგვარად კარებსაც საღებავი ავაძრეთ და ისეთი კარგი ამინდია დღეს რომ გავკრას გავულაკავ ბარემ რაც იმას ნიშნავს რომ ძალიან მალე გაშრება ისეთი სიცხე იქნება თუ გავითვალისწინებთ იმას რომ უკვე სიცხეა ამ დილი თვე ეხლა რაც შეეხება ამათ გაკრასყვას
ეს კამები კი არის გაშპაკლული და ამასაც საღებავი კი ავაძრეთ შეძლების და გვარად ეხა ადამიანები შეამჩნევთ რომ ჯერ კიდევ შეჩენილია ზედ და ამისთვის არსებობს სპეციალური ხსნარები რომელიც შეგიძლია დაასხა და როგორც ამბობენ ნულამდე დაიყვანს და აძრობს საღებავს მაგრამ არსებობს ერთი მაგრამ იმდენად ქიმიური შემადგენლობა აქვს იმ ხსნარს რომ მაგალითად რკინის შემთხვევაში აზიანებს რკინას ძველი რკინა თუ ჟანგიანი თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ამ კარების შემთხვევაშიც დიდი ალბათობით ეგრე მოხდებოდა და ისედაც საკმაოდ ძველი კარია და მირჩევნია რომ ის გადაუღებო ამ ეტაპზე თან მინდა რომ ძველებო ეს იერსახე კონდეს ჯერჯერობით და შესაბამისად არ ვაპირებ შეცვლას და ამიტომ მირჩევნია რომ ეს გლეხურად გადაუღებო ვიდრე კარი დავაზიანო და მე ისე აღმოჩნდეს რომ კარი დამირჩეს მთლიანად შესაცვლად. თუმცა სანამ შეხებვას დავიწყებ აუცილებლად რასტოარიტელს არ ვიცი ქართულად როგორ ქვია მაგრამ რასტოარიტელიდან ნაჭრით უნდა მოუყვეთ კარსაც და სკამებსაც რომ მტვერი და ზედმეტი რაღაცეები მოვაშოროთ. წავედით ყველას კარგ დღეს გისურვებთ სადაგზა შემოგეხმიანებით. ხო აუცილებლად ესეთი სამუშაოების დროს ხელთათმანები არ დაგავიწყდეთ. აი ესეთი გენიალური რა ქვია მას არ ვიცი რა დავარქვა დამოხდა აქ კომუნიზმია ფაქტიურად აქვე გეტყვით რომ ძალიან კარგი ფერია. იმდენად კარგი ფერია რომ მეტი არ შეიძლება. ხო, ემბლემას და იმას ვერ გამოვაჩენ. თუ ვინმეს ემბლემის და იმის გამოჩენა უნდა, ლანჩხუთში არის სამაგისო მაღაზიები და არც თქვენ დაგიკარგებათ 2 და 3 და 4 კილა საღებავით არაფერი და ჩემთვისაც კარგი იქნება. გულისხმობ რეკლამას, პარტეს და ასე შემდეგ. ხოლო ეს კონკრეტული იმდენად ძვირფასმა ადამიანმა მაჩუქა, რომ არ საჭიროებს რეკლამას.
ხო, ამასაც აუცილებლად სჭირდება, ინდივიდუალურია ეგ, მაგრამ რასტოარიტელის გარევა სჭირდება, იმიტომ რომ სქელია და ოდნავ რომ გავათხელოთ. ძალიან მუქი კი გამოვა ისე, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ ამ საწოლის ფერს, ვფიქრობ მოუხდება. რატომაც არა. ხო, აქვე მე არც პროფესიონალი მალიარი ვარ, არც არაფერი, ვინმე რამე ლაფსოს თუ შეამჩნევთ, მაპატიეთ. თანამედროვულად არც ChatGPT-ს ვეკითხები რაღაცებს იმის გამო, რომ უფრო ჭკვიანი გამოჩნდა და ასე შემდეგ. ვიყოთ რაც შეიძლება მაქსიმალურად ბუნებრივები ჩემო მეგობრებო. ყოველ შემთხვევაში ჩემ არხზე სიყალბეს, დადგმულ რაღაცეებს და ესე წინასწარ განზრახულს და რაღაცას და იმის გამო რომ რაღაც ფულები დავიწეროთ, ვერ ნახავთ. დღევანდელ დროში ყველაზე მეტად გვაკლია ბუნებრივობა. ამიტომ როგორც ერთმა ცნობილმა ადამიანმა თქვა, ეხა გვარი არ მახსოვს, წერალი იყო ამერიკელ ტურისტები, არსებით მნიშვნელობა არ აქვს. იყავით ის ვინც ხართ, სხვა ადგილები უკვე დაკავებულია შესაბამისად. ფიქრობ ძალიან ლამაზი გამოვა, რა სიტყვით? თქვენ რა სიტყვით? დამიწერეთ კომენტარებში. ხო, სხვათა შორის, ეხლა ვფიქრობდი, როცა შენ საქმეს აკეთებდა, მით უმეტეს ესე ძველს და იმის განახლებას ვცდილობ. ერთი პლუსი ის აქვს, რომ რო არ გამოგივიდეს ან რაღაცა წვეთი დაეცდან, ვინ გაგამტყუნებს, ან შენიშვნას ვერ მოგცემს. რარაბით შენ თვითონ ხარ, მალე არის შენ თვითონ ხარ, დამკვეთი, შემსრულებელიც და ყველაფერი შენ თვითონ ხარ, ასე რომ ეგ საკითხი გამოვიწყოთ. ეხა მე ამას მზეზე დავდებ. მე სკამებს გავლაკავ სანამ ეს გაშრება და იმედია მალეც გაშრება. და დიდხანს ლოდინი არ მოგვიწევს. დიახ. აქვე გეტყვით იმასაც, რომ როგორც აღებავს, ისევე ლაქსაც სჭირდება რასტოარიტელის გარევა. არ ვიცი რასტოარიტელს ქართულად რა ქვია, თუ იმე ვიცი დამიწერეთ კომენტარებში. ხო, ბუნებრივია ჭირდება, რომ მუქი და ის არ იყოს. ეხლა რას ვიზავ, ვიცი, რომ არ მოგაწყინოთ თავი ამ ჩემი გადახვეული ვიდეოების ყურებით. შესაბამისად ავდგებით და პირდაპირ შედეგს გაჩვენებთ. იმედია მოგვეწონება ყველას. სადღაც 12 წუთებია და როგორც ხედავთ უკვე პირველ პირს ასე ვთქვათ მოურჩით. დღეს როგორც ჩანს ძალიან ცხელი დღე გვექნება, რაც რა თქმა უნდა სასიკეთოდ წაგვადგა იმ ამბავში, რომ ძალიან მალე გაშრა ლაკიც და საღებავიც.
როგორც ხედავთ, ჩვენიერი კაი გამოვიდა. მე ვფიქრობ, სკამებს მეტი არ ჭირდება, იმიტომ რომ ძალიან გაამუქებს და აი იმ ფერის ნაჭერთან რაც აქვს შიგნით ჩაკრული ცუდად გამოჩნდება და ვფიქრობ, ესე ძალიან კარგია. ხოლო რაც შეეხება კარებს აუცილებლად დაჭირდება მეორე ფენა საღებავი, იმიტომ რომ შეიშრო ხის მასალამ ეს პირველი პირი. ამასობაში აზარtში შევედი და ეს ძველი კარებიც გავლაკე. ნუ არ იხსნება წესით, უნდა მომეხსნა, კარგად გამეშკურყა მთელი ამბავი, მაგრამ ნუ რაც იყო იმას ყველაფერი ჯობია და მთავარი შტრიხი რაც დამრჩა ეხა აქ გასაკეთებელი და შემდეგ უკვე ეს თავი ამ ვიდეოს რაც შეეხება საღებავებს, ანუ მალიარი ხარ ბიჭო, მორჩება ამით. პირველ მცდელობაზე არ გამოგვივიდა, თუმცა არა უშავს. არც არავის არ ვებრანჭებით, მინდა გითხრათ. უბრალოდ ეს სიტყვები მინდოდა აქ რო ყოფილიყო თავარი დევიზი, ჩემი აზრით. არა მხოლოდ ისინი რაც ტრაფარეტულად წერია ხოლმე ხშირად, არამედ აი ეს მთავარი მომენტი, იმ ცნობილი და ჩემთვის უსაყვარლესი ნაწარმოებიდან. გემშვიდობებით, შევხვდებით ვიდეოს მომდევნო თავში.